ეს კვირა უკვე დაიწყო სმოგით, კამიტით და განათლების რეფორმით. და რომელი უფრო მომწამლავია, ხუი ევოზნაელა. როგორც თვითონ კოცები აცხადებენ, ქართული ოცნება გახდა პირველი ხელისუფლება, რომელმაც საქართველოში განათლება გახადა უფასო. მე უფრო ზუსტად გეტყვით, რომ განათლება კი არ გახდა უფასო, განათლებამ დაკარგა ფასი. თითქოს ერთნაირად ჟღერს, მაგრამ ერთ და იგივე არ არის. მარტივად სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინ ჩააბარებს, ისწავლის უფასოდ. და შესაბამისად დაფინანსებები აღარ წავა კერძო უნივერსიტეტებში, მხოლოდ სახელმწიფოში. სოვეტიზაცია, დისკო, დედის რაკი. ოღონდ ეს ინდოელებს ნუ გაგეხარდებათ თქვენ ისევ რასისტული ქსენოფობიური კომენტარები ავტობუსებში 3000 евро და გლოვო. მოგეთ უფრო ღრმადად ჩავშვიდით ამ თემას, მაგრამ განათლებულები ისედაც ხვდებით და განათლებები მაინც ვერ გაიგებთ, ასე რომ მეც აღარ გავაგზავნებთ ამ თემას. მე ჩავაბარე 2011 წელს 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თან ჩავაბარე უნარებით, ჩავაბარე ქიმია, ჩავაბარე ბიოლოგია და ავიღე მაღალი ქულები, რის გამოც 100%-იანი გრანტი მომწეს. და თურმე წელს გავიგე, რომ პირველად წელს ყოფილა უფასო სწავლა. ესე იგი ტყუილა ვიწვალე მაშინ. ფასიანზე მისწავლია და ვერ გამიგია. ფულს ვიხდიდი თურმე 6 წელი. ისე რომ არ ვიცოდი. დიდი მადლობა გივი მიქანაძეს, რომელიც მაშინაც იყო, ახლაც არის და იმედია კიდევ იქნება. მოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და გითხარით რა გაურიეთ წყლის ჭაუში. ისე სპორტული ინტერესისთვის. დიდი მადლობა.